ისინი ყოველთვის წუწუნებენ და ამბობენ, რომ ეს არ არის სამართლიანი. ანუ შეხედე ამას. ამას უთხარი. ამ ქალბატონი ინდოეთშია და მას თხოვეს ის აცვია სრული ბურკა, ესე რომ ვერ ხედავ მის სახეს, არიცი ვინ არის. მას ბილეთი მოსთხოვეს და მისი პასუხი იყო დაგჭრი ნაჯრებად. წადი, კითხე პრემიერ-მინისტრს ჩემს შესახებ. რა თქვა მან? ქალბატონო. ის თავს ესხმის. ის პირდაპირ სულს ის ბიჭი. ის მას უპირისპირდება, რადგან მან ბილეთი სთხოვა. ხო და მის ლანგარზე ის დაფარულია, ასე რომ ვერაფრით გაიგებ ვინ არის. ის გულისხმობ უბრალოდ რა თავხედობა ამ ხალხის, რომლებიც მართლა ფიქრობენ, რომ რადგან დაფარულები არიან, შეუძლიათ რაც უნდათ, ის გააკეთონ და დაუსჯელები დარჩნენ. და ის ყვირის მასზე, ინდურ ენაზე. არ ვიცი რა ენა, რადგან ინდოეთში დაახლოებით 70 მილიონი ენა, მაგრამ პირდაპირ ამბობს, არა შენ. არ მოგცემ ჩემ ბილეთს. სულს ბილეთს. სულ უფრო და უფრო მეტი ესეთი ხალი აკეთებს უკანონო რაღაცებს, რადგან დაფარულები არიან და გონიათ, რომ დაუსჯელები დარჩებიან, რადგან უბრალოდ რასიზმს დააბრალებენ. აქ კიდევ ერთი ესეთი ტიპის ვიდეოა, სადაც ამტკიცებენ, რამდენად არ აინტერესებთ ინტეგრაცია და რამდენად ზად არიან, რომ ტყუილად ატეხონ განგაში, როცა რამე არასწორად მიდის, თუნდაც მათი ქმედებები მიუღებელი იყოს. ჩემი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და თქვენი პარტნიორი დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა პარტიერების ადგილზე. კი, ხო, მაინტერესებდა თუ შემეძლო ეს ადგილი დამეკავებინა, იმიტომ რომ თქვენ აშკარად არ გაქვთ შეზღუდული შესაძლებლობა, ასე რომ თქვენ არ ხართ. შეგიძლიათ ნახოთ რა არის შეზღუდული შესაძლებლობა. სწორია. ვაი. კარგი. ვიყვარს აქ გაჩერება. ასე რომ უფრო მარტივია. სხვა სადგომი მოძებნი. კარებამდე მარტივად შეგვიძლია მისვლა. ფიქრობ დროს კარგავ. წადი და შენებს ფიქრობ შევერთდი. ყვილს ამბობ. შენ როგორ მეძახი რომ მე ვითხოვები? მყავს შშამ შვილი. დიდი სივრცე. ბოდიში, მაგრამ თქვენი ქმარი შშამ პირად არ გამოიყურება. ის არის. გადადით სხვა სადგომზე. იცით რა? ფანჯარას დახურავ, კარგი? არ მინდა ფანჯარა დახულოთ, არ მინდა. ეხლა ჰიენა ხარ? ეგ შენი პატარა კარგია? ანუ რა უბედურებაა ეს? ზის იქ ბურკაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ ადგილზე. არ ვიცი, მართლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა თუ არა. გულწრფელად რო გითხრათ, არ მაინტერესებს. მაგრამ ფაქტია, რომ ხალი მოდის და ამბობს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი მყავ, მართლა მჭირდება ეს ადგილი. და ის პასუხობს: არა, ბოდიში. ყველაფერი არასწორია ამაში. სიტყვით, ყველაფერი არასწორია ამაში.